დინომ გადაწყვიტა დღეს ჩვენი მაყურებლისთვის გააკეთოს გაპრანჭული ფანტია ფლავი. გაშლა შილას მე ჯერ მეძინა რომ გამევედი იყო გაშლილი ფლავი ტილოზე გაფუშფუშებული იძახის ეს უნდა იყოს ფანტია ეს არ უნდა ეწეპებოდეს ერთმანეთს კი ბატონო ხელი ამბა მე ცოტა ტარტაროზი ხო ვარ ასე მიწოდებს ხოთა შორის ტარტაროზ ვიყო ტარტაროზი მაგრამ მიყვარს ჩვეულებრივი ჩემი ბებიების დროინდელი გურიაში რომ ტირილებში ვაკეთებდით იმფერი ქელეხის ფლა ცოტა რომ ეწეპება ერთმანეთს კაი კარაქი რომ აქვს გემრიელი ქიშმიში რომ აქვს დემი და სხვა არაფერი ღომივით რომ აქვს ვერ ვიტან იმ მოტიყტიყებულ იმას რა ქვია კურაგებს ვანილებს კომში ვაშლი კიდე რას უშვები რა ჯანმრთელია გარეცხილია კომში ვაშლი 60 ვაშლი ძალიან კარგია ამ რეცეპტს ჩემო ძვირფასებო ბებიას რეცეპტია ესა და გურიის რეცეპტია ნაჩემი ნათია ვაშალომინის აკეთებს ხშირად დიახ უნდა 1 კილო ბრინჯი პირდაპირ გაუძახოთ ქვაბში დიახ 2 ლიტრა ნახევარი ოღონდ ეს ბასმატის კაი ბრინჯი გრძელი ბრინჯი გარეცხილი და გამშრალი 2 ლიტრა ნახევარი წყალი დიახ 400 გრამი კარაქი ჩადე ბატონო ჩავდე ეს არის ჩვენი ღორჯომის ერბოა ხო ესა კარაქი აღარ ქვია კარაქი 400 გრამი კარაქი ესე იგი 1 კილო დამსხემაზე ცხელი თვა ჩამოვარდება 2 ლიტრა ნახევარი წყალი დიახ 400 გრამი კაი სოფლის კარაქი უნდა სადაა თუ არა დიახ 1 კილო ბრინჯი 400 გრამი შაქარი ნათია ხო და ცოტა მარილი 2 ლიტრა ნახევარი წყალი 400 გრამი შაქარი და მარილი ცოტა მარილი როგორც იტყვიან პროფესიონალი ციკვი მარილი ან მარილი გემოვდება მწიკები მარილი დიახ და 400 გრამი შაქარი რა ფერი გეგმო ახლა კაინ სასწორი არ მაქვს 400 გრამი არის 2 ჭიქა შაქარი არის 4 აი ესა 2 გათლილი ჭიქაო მაგერ მახსენებე თუ არა მეც მოაყენ შვენივრად მოაფანტავ არ მინდა მას ბიჭო მაშინ ვაკეთებ ბარემ გავაკეთებ წესების დაცვით მედია 2 ჭიქა მიდია კი ბატონო ეხლა ამას დავაფარებ სახურავს და შემოვდგამ ცეცხლზე ახლა ნელ ცეცხლზე შემოვდგავ დავა თუხთუხებ და რაფერი ფლავი გამევიდეს ნახოთ და თიშმიში უნდა ბოლოს თიშმიში უნდა ცოტა ბოლოსკე რომ დაბუთქუნდეს კარგად დაბუთქუნდეს უკეთესია თუ კარაქში მოთუშავთ წინასწარ კი ბატონო მასია ნამდვილად ძველი ამბავი და ამას ჩავაყრით ამაში და დავაშუშებთ ნელ ცეცხლზე რაფერი გამოკურაგა არაფერი არ მინდა არაფერი მაგები ხომ უქენი იმ გაპრანჭულში კარგი გასაგებია სახურავი და წავედი მე რა ვქნა უჩივი არ ეყურება წავედი უწუხელის მივწერია ვერ მაინი ერთ ყოს არ გაჭრებ ჩემს არ მინდა შენი ჭამე ქელეხის ხაპერაში მოთუხთუხებული არ მინდა წავედი მივწერე წუხელის არ გეიგონა ამ დილას უთხარი არ გეიგონა ახლა უჩივი არ ესმის რა ვქნა შენ ერთი ხარ ვისაც მოგწონს და სხვას მოწონს ესეთი კულტურული უფრო გაპრანჭული ხო და მიართვი კულტურული მე ვიყო უკულტურო რა გინდა მე ბატონო ზურა სტაგნაციის მომხრე ხარ კულინარიაში ვიყო მე დეგრადირებული რა ვქნა დეგრადირებული ხარ სულ კარგად ვზამდებოდეთ დიდი მადლობა გაჩვენებთ როგორი გამოვა